ან გადადგებით ან არა და მე ვისწრებ უვადო შიმშილობას შემოჩენე თუბიჭი ხარ. მოკლული მასწავლებლის მშობლები გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის გადადგომას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შიმშილობას აანონსებს. ამის შესახებ ავალიანის დედამ პროკურატურის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიგა ავალიანის ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიება, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიდის, გადაკვალიფიცირდეს და გაგრძელდეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. როგორც ეკა კუპატაძე ამბობს, ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნა დაისაჯოს მკვლელობაში მონაწილე ყველაფერი. მაჩვენეთ ჩვენება, რისთვის პროკურორჩევის პერკანტიშვილი, ეშინია დაიმტოვა მოჩვენებენ. პირიქით მათ შერდა უნდა თანამშრომლად, იმიტომ რომ იცოდე, რომ მე და ჩემი შვილები მეგობრებით ვიყავით, მარტო დედაშვილი არა. გენერალური პროკურორის გასაგონად. ჯერ კიდევ გუშინ, დიახ, მე ყველგან ვდებდი კომენტარს, რომ შეგხვდებოდით მხოლოდ თქვენ, გენდებოდით მხოლოდ თქვენ და თქვენ მე ყველაზე დიდი შოუროც მომაყენეთ. და ლუკა დამკვირვებელიც კი პატარა კაცია. თქვენ მასთან შედარებით დიდი რამათი გასწრება გაქვთ. მე თქვენ სახელზე შემოვიტანე მიხეილ კუპრაშვილის წინააღმდეგ განცხადება, საჩივარი. და ეწერა იქ, რომ სწრაფად უნდა გაგეხილათ. ამას დღეს გარეშე ხო ვერავინ ვერ გაიხილავდა. ეს ხო უკვე დანაშაულია. და თქვენ დღეს ამას კუპული დამახვედრეთ. ეს პროკურორი. ამიტომ შეგხვდებით კი არა 17 ოქტომბრამდე, ისა ბოდიშით, იანვრამდე, გონი შაბათი დღეა, შაბათამდე, ან გადადგებით, ან არა და მე ვისწრებ უვადო შიმშილობას, შემოჩენე თუბიჭი ხარ. ჩემი დედაშვილი უფრო ძლიერია. ეკა, მივმართოთ, გადადეგი! ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატის დაზა ხატიაშვილის თქმით, აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება. ადვოკატმა ასევე მიგრანტებს მიმართა საელჩოებთან გამაფრთხილებელი აქცია გამართონ. დღეს ჩვენ აქციაზე მე მინდა თქვენ გთხოვოთ, მეგობრებო, ეთანხმებით თუ არა, რომ გიორგი გვარაკიძე გადადგეს და ხელი ავიწიოთ. ყველა ავიწიოთ ხელი. ჩვენ მოქალაქეებმა ეს კაცმოწული პროკურორი უკვე გადავაყენეთ. კაცმოწული პროკურორი, რომელიც შვილმოწლულ დედას მეორე უბედურებაში აგდებს, საკუთარი შვილის სიცხლის სამართლის საქმის მასალების ასლებს არ აძლევს. აი ეს ადამიანი. მე მინდა გითხრათ, რომელიმე ადამიანი ხარ წინააღმდეგი, რომ პროკურორი არ გადადგეს გვარაკიძე? არა ხართ ხო წინააღმდეგი? მე მინდა დააფიქსიროთ. ჩვენ მოვითხოვეთ ხალხმა, ივანიშვილო, ვისით შენ ყველაზე მეტად გეშინია, რო ხარ მაგ ჩაკეტილი შენ ჭორვილაში, ხალხმა მოვითხოვეთ კაცმოწული პროკურორის გადადგომა. და მიიღეთ ზომები. 17-ში აქცია გაიმართება არა მარტო გენერალურ პროკურატურასთან. გაიმართება დაგვირეკეს ჩვენ ემიგრანტებმა. ჩვენ ვთხოვთ, რომ ემიგრანტებმა ჩაატარონ საქართველოს საელჩოებთან გამაფრთხილებელი აქცია აი ამ კაცმოწული გვარაკიძის გადადგომის მიზნით. არ გთხოვთ პირდაპირ გეუბნებით, დაანებეთ ვინმეს გულის მოსაგებად რაღაცეების წერას თავი. ვის გულს იგებთ? ნახეთ სოციალურ ქსელებში, ერთვი და ორ გოლს გეტყვით. ასეთნაირად იწყება, ეს რომ შენი შვილი ყოფილიყო, იმ გადმოსახედიდან გააკეთეთ მერე თქვენი განცხადებები. ვის გულს იგებთ, გამაგებინეთ, ვისე ოლიავებით და ვისე ფერებით. და რატომ ახლა გეტყვით იმაზე? მე რომ გამოვიდე და ვთქვა ახლა, მეცხრე სართულიდან გამოვდი და აერში 5 ხირა გავაკეთე, 5 სალტო და აქ გავარტო. ეს უფრო დასაჯერებელია, ვიდრე ის, რომ 17 წლის მოზარდის მუშტმა ჩაამფრია თავის ქალა. ეს არის დაუჯერებელი. ეს რომ თქვა, მე რომ ვთქვი, ეს გამოვდი და 5 სალტო გავაკეთე, ხო უნდა შემოწმდეს და დადასტურდეს ექსპერიმენტულად, ეს მართლაც იყო ასე თუ არა. რა გააკეთა გამოძიებამ?
რომ ეს მართლა ასე მოხდა თუ ასე ყოფილა და всё. გამოძიების თანახმად 1 ოქტომბერს 28 წლის პედაგოგს გიგა ავალიანს სახლთან ახლოს 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. გიგა ავალიანი საავადმყოფოში 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. საქმეზე პოლიციამ ჯამში 4 პირი დააკავა. მათგან ერთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ხოლო სამს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.